რომელიც იქნება ევრორეკომენდაციები და გამომდინარეა ეს საკითხიც. ამის შემდეგ სემეკის ანგარიშის განხილვას ვაპირებთ საპენსიო ფონდის 6 თვის ანგარიშს და იქნება შესაბამისი კენჭისყრები რა კანონ პროექტებსაც განვიხილავთ. ეს არის 4 დღის წესრიგი. 5 შაბათს განიხილება ბიუჯეტის პროექტი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ 20 რიცხვამდე შესაბამისი შენიშვნებით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას, რომლის შემდეგ მოხდეს ამ შენიშვნების გათვალისწინება. თქვენ იცით, ამ ხელა მატება თითქმის და შეიძლება თითქმის სიტყვაზე მეტი იყოს ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში და რა სოციალური პროექტების განხორციელების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს პოლიციელების, მასწავლებლების, ექიმების და ასე შემდეგ ხელფასების ზრდის საშუალებას იძლევა და ასე შემდეგ და პარასკევი დღე იქნება პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და განათლების მინისტრების ინტერპელაციის დღე. ასე ვგეგმავთ ამ ეტაპზე და ფიქრობთ, რომ საინტერესო პირა იქნება იმ მიმართულებითაც, რომ ინტერპელაციებში დასმულ საკითხებზე მინისტრები და პრემიერ-მინისტრი გაცემენ პასუხებს. ერთი შეგვიძლია ვიხმაროთ კიდევაც, რომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტთან გაუგზავნეს შეკითხვა ჩვენმა ოპონენტებმა, რას აკეთებს ის 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ევროკავშირის, როდესაც პრაქტიკულად ყველა პუნქტი პარლამენტის შესასრულებელია. ადამიანმა რომ მოვიდეს და თქვას, რომ ეს არის თქვენი შესასრულებელი და მუშაობს ამაზე პარლამენტი, ამას არიძავს, რა თქმა უნდა, ისაუბრებს ამ თემაზეც და რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ცოტა უცნაური ამბავიც კი იყო. ეს არის დღის წესრიგი. ასევე დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ სახალხო დამცველთან მის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ჩვენი ოპონენტი არ შემოგხმიანებია და კონსტატაციების სურვილი არ გამოუთქვამს, ამდენი ხანი ველოდებოდით. ამიტომ ხვალ მე პირადად ავიღებ ამის ინიციატივას და პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებს, ფრაქციის თავმჯდომარეს, ჩვენი ოპონენტი პარტიის მათთან ერთად ვთხოვ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები, თუ კი ვინმეს თეორიული შანსი აქვს, რომ ჩვენ შევთანხმდეთ მის კანდიდატურაზე, ჩვენ ამაზე ვივსჯელოთ. თუ კი ვინმეს თეორიული შანსი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ 1%-იც კი დაუშვათ, თუ ეს ასე ძალით არ ქნა ვიღაცამ, რომ ჩავარდეს რომელიმე პუნქტი ამის გამო. თუ კი შეთანხმება თეორიულად მაინც შესაძლებელია რომელიმე კანდიდატზე, ჩვენ შევეცდებით რომ ეს შანსი პრაქტიკულად ვაქციოთ. თუმცა ამ მომენტამდე არც ერთი ჩვენი ოპონენტი არ გამოსულა ინიციატივით, რომ რომელიმე კანდიდატზე ყოფილიყო შეთანხმება. ჩვენ შეგნებულად დღევანდელ სხდომაზე ამაზე ვისაუბრეთ. არც ერთ კანდიდატს ხარდაჭერას არ ვუცხადეთ. არა თუ აი ღია და საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობთ რომელიმე კანდიდატის მიმართ მინიშნებაზე, არამედ უმრავლესობის სხდომაზეც კი არ განვიხილავთ რომელიმე კანდიდატის ხარდაჭერის ან უარყოფის საკითხს, ასე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია, იცით, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის და რადიკალურების განსაკუთრებით ბუნება, რომ შეიძლება ვიღაც იყოს მართლაც მოსაწონი და მას იმიტომ არ დაუჭერენ ხოლმე ხარს, რომ დაუშვათ, ეს შეიძლება მოეწონოს უმრავლესობას, ამიტომ საერთოდ არც ერთ კანდიდატს მიმართ უმრავლესობის სხდომაზეც კი ხარდაჭერას არ ვაფიქსირებთ, მათი მხრიდან იქნებ წამოვიდეს რაიმე ინიციატივა ისეთი, რომელიც იქნება თეორიულად მაინც მისაღები. აქედან გამომდინარე, კომიტეტზე იმსჯელებენ, კომიტეტი სავარაუდოდ დღეს ესეთი წინადადება იყო კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ საჯულაძის მხრიდან, რომ სავარაუდოდ მხოლოდ ფორმალურ ხარეზე ისაუბრეს, ფორმალური კრიტერიუმები, ვინც დააკმაყოფილა, მას დაუჭერს ხარს, ანუ შინაარსში არ შევა არც ერთ საკითხთან მიმართებაში ვიღაც სუსტი იყო, ვიღაც კვალიფიკაციის ძლიერი იყო და ასე შემდეგ, არც ერთ საკითხს სიღრმისეულად არ განიხილავს, ფორმალურ კრიტერიუმებს და ფორმალურ დასაშვებებას იმჯერებს მხოლოდ და ამის შემდეგ მივანდობთ კონსულტაციებს და ხვალ დაიწყება ეს კონსულტაციები. ვისაუბრეთ აგრეთვე კორეა-იაპონიის ვიზიტზე, რომელიც ძალიან შედეგიანი იყო. მათ შორის მთელი წინა პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული შედეგებით ჩამოვიდით და პარლამენტის თავმჯდომარე და მე ამის შესახებ უმრავლესობას მოვახსენეთ. დეოლიგარიზაციის კანონზეც ვისაუბრეთ და პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უკრაინული კანონის ზუსტი ასლი. ერთი წინადადებაც არ არის პრაქტიკულად შეცვლილი. იქიდან გამომდინარე, რომ ვინმე აქაც манипуляციის საშუალება არ მიეცეს და კიდევ ერთხელ კითხვა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი იმ ადამიანის ოპონენტის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ არ ვარგა, რაც ვარგა უკრაინაში, ეს კანონი რატო არ ვარგა საქართველოში, ამაზე პასუხი ბევრჯერ არის გაცემული და თქვენს კარგად მოგეხსენებათ და ანტიკორუფციულ სააგენტოზეც მოგახსენეთ მთელი გაზრდილი უფლებამოსილებით, ასე ვთქვათ, უბრალოდ უფლებამოსილების უფრო ფართო სპექტრით, რაც თავიდან იყო, ასე ვთქვათ, დაანონსებული, რისი არა მხოლოდ ფორმალური დაკმაყოფილება გვინდა, არამედ
ის რომ იყოს ქმედითი და აქაც ევროპის რეკომენდაციის შესრულების შედეგი იქნება ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ახლა ველოდებით თქვენს კითხვებს. რამდენიმე კითხვა მოკლედ გამომდინარე კითხავთ ხვალ ანუ ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრები ხდება თუ ინდივიდუალურად იწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციას. იცით რა ეს მათია დამოკიდებული კონსულტაციას მე გვირდებით რომ დავიწყებ ხვალიდანვე და ეს არ იქნება თქვა ხა შევიკრიბები ჩვენ და გამოვალ და რაღაც გადაწყვეტილებას ასე არ მიიღოთ რამდენი ხანს დაგჭირდება რამდენი დღეს დაგჭირდება მასთან დაკავშირებით ხა ინტენსიური კონსულტაციების ისინი მომხრეები არაფერი ვიცით მათი მხრიდან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რადგან მათი ინიციატივა არ გამოუჩენიათ და რომელიმე კანდიდატზე კონკრეტულად საუბარი არ დაუწყიათ ჩვენს კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვისაუბრებთ მათ მოусმეთ ჯერ ვიზე უშვებენ შანსს რომ ხარდი დაუჭირო ჩვენ არც ერთ კანდიდატს ხარდაჭერას არ გამოუცხადებთ არც ამ პროცესში. წინასწარ ეს საჯაროდ პირდები მათ რომ არც ერთ კანდიდატთან მიმართებაში სიმპათიასაც კი არ გამოხატავთ და თუ კი ვინმეზე ხა თვითონაც იცით ხომ NGO სექტორი ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ რომ ეს იყო თქვა კვალიფიკაციის მიმართულებით ძალიან სუსტი. კი ბატონო, ვიღაც იყო კვალიფიკაციის ძალიან სუსტი, შევთანხმდეთ გამოვრიცხოთ. თეორიული შანსი თუ კი ვინმეს ხარდაჭერის იქნება ჩვენ დავიწყოთ ფიქრს და მსჯელობას მათთან ერთად იმისათვის რომ არ ჩავარდეს რეკომენდაცია ჩვენ არავის მიმართ არა თუ არ წარსულის ხელს გავაკეთეთ და უზრუნველყავით რომ არავინ არ დავაყენეთ მათ მიმართ თუნდაც ეს პროცესი ახლა შევეცდებით მაქსიმალურად რომ მათგან წამოვიდეს რაღაც ინიციატივა მე რომ რომელიმე მათგან დღეს ჩემი გუნდის და ჩვენი გუნდის პოზიცია დავაფიქსირო დარწმუნებული ვარ და მე მგონი არ ვაზრდმეტებ ნამდვილად რომ მაინც და მაინც იმის გამო რომ ჩვენ ვაფიქსიროთ ვიღაც ხარდაჭერას ამიტომ არ დაუჭერენ ხარს ამიტომ თქვენ დააფიქსირონ რაღაც ულტიმატუმები უნდა გველაპარაკებიან დანარჩენი ვიმჯეროთ ყველაფერს გაჩერება ნაციონალურ მოძრაობას თქვენი შეფასება როგორი არის ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებაზე ქვეყნის დანგრევა უნდა და ქართული ოცნების და ანგრევენ საკუთარ გუნდს ეს არის მარტივი შეფასება მათი ქმედებების მე მგონია რომ ცოტა ზედმეტ რეკლამასაც და პიარსაც უკეთებთ მათ რაღაც ვითომ თვითონ როგორც ფუთავენ თავისი პარტიის გადახალისებას გადახალისება კი არა ერთმანეთს დაჭმა მიდის ვინ დახარჯავს ახლა მათი ოლიგარქების ფულს ვინ მოექცევა სააკაშვილის ყურადღების ქვეშ ვინ უკეთესად მოახდენს რაღაც რადიკალიზაციას ამ ქვეყანაში პოლარიზაციას ვინ უკეთესად დააზიანებს საკუთარ ქვეყანას ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ძირითადად მაინც არის გავლენებზე საუბარი და ეს იმაზე საუბარი ვინ დახარჯავს მათ მიერ ნაშრომ თავის დროზე ძარცვით ქვეყნის ძარცვით ნაშრომ ფულს და ვინ იქნება აღმასრულებელი ამ ფულის თან ჭამის შიდა თანხებზე მაქვს საუბარი ნაცმოძრაობაში ნაზარცვი ფულის განკარგვაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზეა მან საუბარი და არ გამოვიდათ ბერჯერ თქვით ეს ჩვენი მხრიდან ბერჯერ თქვა არ გამოვიდათ ქვეყნის დანგრევა და დაანგრიეს საკუთარი გუნდი და ეხლა რაღაც საინტერესო პროცესები მიდის გარდა ყოველ შემთხვევაში მე მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ რა ბუნებაც აქვს მათ ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში თავი ვერ შეიკავეს და უკვე ერთმანეთზე გადავიდნენ ამ ბუნების გამომჟღავნებაში სამეულის პოზიციაზე თქვი ხო ჯანკაძე ვაშაძე პოშტარიაზე ისინი კიდევ ერთხელ საუბრობდნენ წინასწარ რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ამ შემთხვევაში 100,000 ადამიანს გამოიყვანენ მოსწავლის ბანკსებზე და გაიმართება აქცია აი ამაზე თქვენი პასუხი ეს არის მათი სურვილი ანუ მათ დააფიქსირეს სურვილი რომ პირველი ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს და მეორე ამით ისარგებლონ და გამოიყვანონ ადამიანები ქუჩაში. ეს სურვილი მარტო მათ არ ეკუთვნის, ანუ ექსკლუზივი ამ სურვილზე, რომ ქართული ოცნების პირობებში ვერ მიიღოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მათი არ არის. ამ ექსკლუზივს ისინი ვერ მიისაკუთრებენ. ეს ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი და ოცნება და შესაბამისი ის შედეგები, რომელზეც ეხლა თქვენ კითხვა დამისვით. ამას ვერ მიაღწიეს ვერც ნაცმოძრაობამ და სხვა რადიკალებმა და ვერც მათი დავალების მიმცემებმა და ეს არ არის ის შედეგი, რომელიც ახლო პერსპექტივაში მათ უჩათ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ მხარეს არის საქართველოს მისი ხელისუფლება და ქართული ხალხი და სიმართლე და მეორე მხარეს არის ყველა დანარჩენი, ანუ სიცრუე, ფეიქ ნიუსები, ფეიქ ტელევიზიები, ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები და ის სხვა რადიკალები ამ განცხადების ავტორები, რომლებიც სხვათა შორის ფინანსდებიან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ევროპულ მომავალს რომ გვასწავლიან როგორ უნდა იყოს და როგორ უნდა უზრუნველყოთ რუსული ფულით და მილიონობით რუბლით და ამისი კომპლექსი საერთოდ არ გააჩნიათ. თქვენ მარტო იმედის კითხვებს მისვათ თუ ყველას კითხვას და ყველას ამდენი კითხვა გაქვთ? კონკრეტის განცხადებაზე რატომ არ დაახვა უცვლებელი ამ განცხადების გამოქვეყნება რამის სიახლეა შანტაჟის
ანუ განცხადების გამოქვეყნება ყოველთვის აუცილებლობით არის გამოწვეული თუ რა? რატო გახდა აუცილებელი ბიზნესის და განცხადების გამოქვეყნება საუბრობს მოქმედებაზე, შანტაჟზე და ასე შემდეგ და რომ გითხრა. მე საერთოდ არ მიმექნება რომელიმე განცხადება აუცილებლად უნდა იყოს გამოწვეული. ადამიანები აკეთებენ განცხადებას, როცა ამის სურვილი აქვს და როდესაც პრაგმატულად ფიქრობენ, რომ საზოგადოებას განმარტება უნდა ბევრი საკითხის, მათ შორის ისეთი საკითხების, როგორიც არის განსხვავება სიმართლესა და სიცრუეს შორის. როდესაც ჩვენ ქვეყნის შიგნიდან და გარედან ვიღაცები გვთავაზობენ, რომ ოლიგარქები იყვნენ მედია მენეჯერებად მაგალითად მოხსენებული და ადამიანები, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან, მეცენატები არიან და დიდ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, ეს ადამიანები მოიხსენიოთ პირიქით ოლიგარქებად, ასეთი სიმართლე არ გავა, ეს არ არის სიმართლე. ეს არის მავნებლობა ამ ქვეყნის წინააღმდეგ და როდესაც კონკრეტული ადამიანი, რომელიც წავიდა პოლიტიკიდან, არის შანტაჟის ობიექტი, არის თავდასხმის ობიექტი და ებრძვიან ამ ადამიანს როგორც პოლიტიკაში მყოფ ადამიანს, ამიტომ ვერ ისრულებენ ისინი სრულებს და ადამიანი, რომელიც აგრძელებს მხოლოდ ერთ რამეს, ქველმოქმედებას და ქართული საქმის კეთებას. დაწყებული სხვა პროექტებიდან, რომელსაც აფინანსებდა და არა მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც ქველმოქმედი ცალკე აღებული ეს ადამიანი, მანამდეც აფინანსებდა ხელისუფლების მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში. 2004 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და ეს სტილი აქვს აღებული. ქველმოქმედების საკუთარი სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე და ამიტომაც, როგორც ჩანს, ებრძვიან სამშობლოს მოყოლ ადამიანს, რომელსაც ასევე გააჩნია სხვა რესურსების, ინტელექტუალური რესურსის, ავტორიტეტის გარდა ფინანსური რესურსის იმისა, რომ ამ ქვეყნის საქმე აკეთოს. და ხდება შანტაჟის და თავდასხმის ობიექტი. არ გავა ეს სიმართლე ამ ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელიც ხდება, რომ საზოგადოებას განემართოს ეს დეტალები და შევახსენოთ ხოლმე. და სურვილიც არის ჩვენი, რომ რამდენჯერაც საშუალება მოგვეცემა საზოგადოებას უთხრათ, ვინ არის რეალურად ოლიგარქი, ვინ ებრძვის ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ ქვეყნის დამაზიანებელ საქმეს, რომელიც აღარ გავა ამ ქვეყანაში. და ვინ არის რეალურად ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის საქმეს აკეთებს. და როგორ უნდათ ისიც უნდა ვამხილოთ და ისინიც უნდა ვამხილოთ, როგორ უნდათ სწორედ ამის გამო დასაჯონ ის კონკრეტული ადამიანი, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. იცით რა მაინტერესებს? რამდენად ლეგიტიმური არის მათი ეს? იცით რა მაინტერესებს? ცენტრი ემპათია მიხეილ სააკაშვილთან პირველად რომ შევიდა, იმის მერე დასკვნასდებენ და რით ვერ დადეს ეს დასკვნა. ანუ რამდენი პარასკევი გავიდა? განაცხადებენ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნას ელოდებოდნენ და დავამატებ ჩემს კითხვას პარემ. რამდენად შესაძლოა იყოს ის დასკვნა საფუძველი, რომ მას სასჯელი გადაუღადდეს, ან სამკურნალოდ გაუშვან ის. ანუ თქვენ რაც მეკითხებით ახლა იცით? ადვოკატები აპელირებენ მის ჯანმრთელობის გონორებას. ჯერ დასკვნა რომ იყოს და კონკრეტულ დიაგნოზს მეუბნებოდეთ და მკითხოთ საჯელის გადავადება ამაზე დაყრდნობით იქნება თუ არა, ამაზე არ უნდა გაქცეთ პასუხი, პოლიტიკოსის საქმეს არ არის. შესაბამის უწყების საქმეა. მაგრამ დასკვნა არ არის, რაღაც შეიძლება დადონ და ამ რაღაცის საფუძველზე ეს რაღაც მოხდება თუ არა. ანუ ასე რაღაცებით ხო უნდა ვილაპარაკოთ, ასე ვილაპარაკობთ, რამდენი თქვენ რა ბრძანეთ, რამდენი პარასკევი გავიდა. უკვე ეს ადამიანი, რა ვიცი, დიდი ხანია უკვე ციხეში, ეს ხო ბევრი თვეა უკვე. და იმის შემდეგ ხან ვიღაცა ჩამოდის, ის ექსპერტი, ასეთი ავტორიტეტული, ისეთი ავტორიტეტული ემპათია, ესე იგი იმით სუდათ არის კონკრეტული დიაგნოზი ვერ დადო, ამდენი ხანი ვერავინ. რა ხდება? აი თქვენ მაგალითად 6 თვის წინ პანიკა იყო, ატეხილი კვდება ეს ადამიანი, დიაგნოზია უმძიმესი. მითხარით აბა რა დიაგნოზი იყო, რომელიმე თუ გახსოვთ? რომელიმე თქვენგანს დიაგნოზი გახსოვთ კონკრეტული, ან გადავადების საფუძველი, ან არა საფუძველი ამ დიაგნოზით არა. არ გაუშვებენ და უშუალოდ არ გადაუდებენ იმ დიაგნოზით, რამე დიაგნოზი რომელიმეს გახსენდებათ? იცით რატო არ გახსენდებათ? სულ ფეიკია. როგორც ჩემი წარმოდგენაა. ხა შეიძლება რაღაცა ვთქვათ, ანუ გამორიცხავთ რომ შესაძლოა იყოს რა იმ. მე არაფერს არც უშვებ და არც გამორიცხავ. მე რავი დიაგნოზი, მე როგორ არც ექიმი ვარ, არც საჯარახსნობის წარმომადგენელი ვარ, არც იუსტიციის მინისტრი ვარ, პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ უკვე თვეებია
თვეში ორჯერ სამჯერ აიწევა პანიკა, უმძიმესი დიაგნოზია, დიაგნოზი ვერ გითხრა ვერავინ. ხან ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, ხან სხვა ქვეყნებიდან, მოკლედ ჩამოყავთ ვიღაც ექსპერტები, ეს არის სოფლიოს ცნობილი ექსპერტი, რომელიც დადებს პარასკევს დასკვნას, ამ კვირის ბოლოს თქვენც ახლა პარასკევი მიხსენეთ, რამდენი პარასკევი გავიდა და ვერც ერთ პარასკევს და შაბათ-კვირას და ორშაბათს ვერანაირი დასკვნა ვერ დაიდო, რომელზეც სერიოზული მსჯელობა შეიძლება და კომპეტენტურ ორგანოსთან მე ამაზე არ უნდა მიმსჯელო. ეს პანიკა დარჩა 1000 ფეიკი მოვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში და რეალურად დიაგნოზი თქვენ როგორ პასუხობთ დიაგნოზი რა იყო ვერც ერთი იმას კი არნიშნავთ თქვენ წარმოდგენა არ აქვს რაღაცაზე ასე დიაგნოზი არ დადებულა და ამიტომ ვერ პასუხობთ რომ მიპასუხებდით ეხლავე ხო განათლებას გაქვთ მეხსიერებაც და ინტელექტიც რომ დაგემახსოვრებინათ რამენერად ხო ერთი დიაგნოზი ვერ დაიმახსოვრეთ არაფერი არ ვთქვა სულ ფეიკია და ბატონო ირაკლის არქოს განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ გუშინ თქვა რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა იყო მოსყიდვის გაყალბების და მათ შორის იყო მკვდარი ადამიანის გამარჯვების პრეცედენტი. თქვენც ეთანხმებით ამას რომ ამ მოსაზრებას რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა? გაყალბდა ასე თქვა პირდაპირ სათქოს. აი ეს ფაქტები იყო რომ იყო მოსყიდვა, შანტაჟი და ფიქსირდებოდა გარდაცვლილი ადამიანის გამარჯვება. ეუთოდირის დასკვნაში რაც ეწერა, თუ იგივე ციტირება გააკეთა, ეს ირაკლის არქოს სიტყვები არ არის, ეუთოდირის დასკვნიდან ამოღებული ციტატებია. ეუთოდირს ვეთანხმები თუ არა, ამაზე ეს გაინტერესებთ? ეუთოდირს მაგალითად ირაკლის არქოა ციტირებდა ეუთოდირს მეთქი და ირაკლის არქოს თუ ეთანხმებით თუ მეკითხებით და ციტირებდა ეუთოდირს როგორც მე ვიცი. რასაც მეუბნებით, მე ვარაუდობ, ესე დეტალურად ამბულად სამწუხაროდ არ მომისმენია, ეუთოდირის ციტირება თუ მოახდინა, ეს არის ეუთოდირის დასკვნა და არა ირაკლის არქოას სიტყვები. ეუთოდირმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა ეს არჩევნები. ისევე როგორც მსგავსი, ხლად ესეთი შეიძლება არა, მაგრამ მსგავსი კრიტიკული ჩანაწერები საქართველოს ჩატარებულ არჩევნებზეც იყო. თუმცა იქ იყო რაღაცა ნაწილი მე პირადად არ ვიზიარებდი. თუმცა დაეყნო მაშინ ეუთოდირი, არ იყო ისეთი კრიტიკული, როგორც ახლა ვთქვათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის არჩევნების შეფასების შემთხვევაში, მაგრამ იყო იქ რაღაც საკითხები ნაკლებად კრიტიკული, რომელსაც შეიძლება ბოლომდე არ ვეთანხმებოდით. თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ გაგვეთვალისწინებინათ ცალკეული საკითხები, თუნდაც ფორმალური კრიტიკაც რომ არ წამოსულიყო. მაგრამ ის რომ არც ერთი რეკომენდაცია შესრულებული არ აქვს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ეუთოდირმა დაწერა მე ვეთანხმები თუ არა მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს არ მგონია რომ თქვენ ჩემი ეუთოდირის დასკვნების შესახებ ჩემი აზრები გაინტერესებდეთ ირაკლის არქოამ რატომ გაიმეორა ეუთოდირის ჩანაწერები ამას თუ მეკითხებით მეც გავიმეორებ და თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ მოყვეთ რომ ეუთოდირმა ასე დაწერა მე მოგწონთ ზანეთ მოგწონთ პარასკევს ინტერპელაციის წესით დიახ არა ინტერპელაციის წესი ითვალისწინებს მხოლოდ იმ კითხვაზე პასუხის გაცემას რომელიც დაუსვეს პრემიერს აღარა რომ ვეღარ მექნება ანუ კიდევ ერთხელ აგიხსნით პროცედურას ინტერპელაციის წესი განსხვავებით სხვა ფორმატებისგან ითვალისწინებს მხოლოდ იმ კითხვების ირგული პასუხების გაცემას რომელ კითხვასაც უსვამენ მას დეპუტატები და რომელ კითხვასთან დაკავშირებითაც ის სპეციალურად წარდგება პარლამენტის წინაშე. სხვა კითხვები ამაში, სხვა კითხვების ჩართვა ფორმალური თვალსაზრისითაც კი შეუძლებელია. თუმცა წეღანაც ქონდა ეს გადახვევა და ეხაც გადაუხვევ და გეტყვით რომ მართლა წარმოუდგენელი ამბავია. მთავარი კითხვა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა რას აკეთებს თქვენო პრემიერს ეკითხებიან 12 პუნქტის შესასრულებლად რომელიც ევროპიდან ასე ვთქვათ რეკომენდაციის სახით გაიცა წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ამ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გაირკვა რომ პრაქტიკულად ყველა მუხლი შესასრულებელია საქართველოს პარლამენტის მიერ და პარლამენტის წევრი ეკითხება პრემიერს რას აკეთებო. წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ რა თქმა უნდა პრემიერი ქვეყნის პირველი პირია, აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ჩვენთან ერთად და მოვა და გასცემს ამაზეც პასუხებს. რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას არცად წაუვა. თუმცა ცოტა უცნაურია ყველაზე რგულად რომ ვთქვათ, რომ პარლამენტარი შენ შესასრულებელს აკითხებს და ბოიკოტს რომ უცხადებ და ჩართული არ ხარ, ეკითხები პრემიერს, აბა ერთი მომიყევი რას აკეთებო, ჩემ გასაკეთებელ საქმეს. რა ვიცი. თუ კითხები აღარ არის, დიდი მადლობა.